ისმის ხარ? ანუ ყოველ წამს მოკლედ ნებისმიერ წამს შეძლო დაგიბლოკოს ჩვეულებრივად სამწუხაროდ ბანი დაგედოს აი ხალხო კეთი იგი დუნაშულს დაუბლოკეს 3 თუ რამდენი ყავდა 200,000 რაღაცა გამომწერი ყავდა წარმოიდგინეთ და ქალს დაუბლოკეს რაღაც პონჩი შემეცოდა ოღონდ მართლა ხოდა მოკლედ რაღაცა ის არის ჭედავს თმასად წავიღე და მოვიხსენი და შევიწერე ესე განათმები მაგრამ სამწუხაროდ დამწვარი იყო ჩემი თმები რადგან გაქირავებული ხომ მქონდა და გამხდარი ხარ მარიამ რაღაცა დავიკელი ბევრს არ ვჭამე ხა დღეს ვაფშე არ მჭამე მაგალითად არაფერი მართლა უბრალოდ ძალიან ბევრი კომენტარი მომივიდა ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით და მეთქი ჯანდაბას გავა ლაივში მე მგონი ბოლოს ლაივში ვიყავით იტალიაში რო ვიყავით მე და ნიკა რესტორანში მას შემდეგ მე მგონი მე აღარ ყოფილა ლაივში მოკლედ ეხლა ნახეთ რა ხდება სანამ ჩემი დაქალი მოვა მე შემიძლია ვიყო ლაივში ნუ მიგზავნით ნუ რავენ პროსტა ეხლა იმიტომ შემოვედი აქ რომ მე ამ TikTok-ის მოხოდვას და რაღაცებს მე მგონი აღარ ვაპირებ იმიტომ რომ ეს რა აქვს და ვფიქრობ რომ ეს ხალხი უნდა გადმოვიყვანო Instagram-ზე და Instagram live-ები უნდა დავიწყო. იმიტომ რომ მაინც უფრო ისეთი პლატფორმა არის Instagram-ი, კარგი. მოკლედ მე უფრო გამხდარი ხარ. გავხდი ცოტა. ჩემი აზრით მოკლედ უფრო გიხდება. დიდი მადლობა მეც მომწონს. ნუ ვფიქრობდი თავიდან ხარ დავიგრძელო, მეთქით მამა აქვს ყველაფერი. უბრალოდ მე მგონი ესე კარგი არის. თან ძალიან მალე იზრდება. ანუ უფრო მოკლედ შევიჭერი ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის წინ და ანუ უცბად ჩამოიზარდა კიდე და მერჩენია მე მგონი რომ ჩემი გავიზარდო. ვიდრე ის კაფსულებით აგრძელება, ის ეშნელება არის მართლა. ნიკას დაშორდიო, არა, საიდან მოიტანეთ რომ მე და ნიკა ან არ დავშორებული ვართ. მოგონადრა შენი ლაივებში ჭრაობები. რას ფიქრობთ ახლა რომ გავიდე Instagram-ზე გადმოხვალთ? დაიგრძელე. ნუ მე იტყვი თუ ხეში ხარო, არა ვარ ხალხო ხეში უბრალოდ მე ესე მომწონს. თუ მომინდება დავიგრძელებ, აბა რას ვიზავ. და ანუ რავი ესე მომწონს რა. წამწამების გარეშეც მომწონს. და არ ვიცი, ნუ ფრჩხილებს დავიგრძელებ და თარჯენი ვფიქრობ რომ აღარ დავიგრძელებ არც თმებს და არც წამწამებს, იმიტომ რომ წამწამებიც უნდა გავიზარდო. მე ჩემი წამწამები მაქვს ძალიან ლამაზი და გრძელი, მაგრამ აი ამ დაგრძელებებით და რაღაცებით ვიფუჭებ სულ ყველაფერს, თმასაც და წამწამსაც. გვანცა, ჩემი პატარა. თუ დაიგრძელებთ, მე გაგიფუჭდება ჯობია ბუნებრივად გაიზარდო. დიდად არ მიფუჭებს თმას დაგრძელება, თან ძალიან კარგ გოგოსთან ვიგრძელებ, მაგრამ მერჩენია ჩემი გავიზარდო მოკლედ, რა ძალიან მალე იზრდება თან. ნახეთ ვინ განახოთ. ჩემი პატარა. მოდი აქ დაჭექი. ეხლა ველოდები ჩემ დაქალს და მის შეყვარებულს მანამდე ვიქნები ლაივში. რა არის? რა კიდე მოდით. ნუ შენი რო გქონდა, შენი არ იყო? ის გრძელი თმები ჩემი არ იყო. ესე აქამდე არის ჩემი თმა. იყო უფრო სწორად უკვე შევიჭერი. რა შრები? რა გინდა გოგო? აჰა, მოდი, ჰა.
ჰაუსს ვუყურებდი, სად მუშაობა, არ მუშაობა. ჰაუსის შემდეგ მე აღარ მუშაობ. ან ჩემს სამსახურიდან ხო წამოვედი ჰაუსის დროს. მას შემდეგ ჩემი და სამსახურის ურთიერთობა მორჩა. რა გინდა? ნერვებს მიშლის. ანუ რატო შეიჭერეთ? მე რა ვესე მომწონს და შევიჭერე. მარი ჯავახა აქ არის, არა ჯავახა აქ არ არის. არ დავშორებულ ვართ. აბა ჰაუსი გირიცხავს ფულს. არა მეგობრებო, ჰაუსი რატო უნდა ჩამოვა? ანუ ცუდად ვარ, ძალიან სასაცილო კითხვები. ანუ ჰაუსი მორჩა და ჰაუსმა მე ფული რატო უნდა ჩამერიცხოს? არ მუშაობ, მაგრამ ვეძებ სამსახურს, რამე წესერი თუ გამოჩნდება, დავიწყებ თუ არა და არ დავიწყებ. ну უნდა დავიწყო ყველა ვარიანტში სამსახური მჭირდება, იმიტომ რომ სახლში ყოფნისგან მართლა გავგიჟდი, ოღონდ მართლა გეუბნებით. ბოლომდე არ გავგიჟებულ ვარ, მაგრამ ცოტა მიკლია. თან ლაივებსაც რაღაცებსაც თავი დავანება, იმიტომ რომ მე ამბობენ უხეში ხარ, არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მაღიზიანებდა უკვე მეტი წილი ბოლო დროს. რა ვქნა, პირდაპირ ადამიანი ვარ, ხო იცით, ანუ ეს სისულელე კომენტარები, ეს რაღაცა ისინი ზედმეტი ჩემ ცხოვრებაში ჩარევა. ანუ მე ამბობენ რომ მარიამი ოსთორებს აღარდებსო და ვაფშეო დაიკარგაო, აუდიტორია დაიკიდაო. ჯერ ერთი არავინ არ დამიკიდებია და არც აუდიტორია არ დამიკიდებია, უბრალოდ როდესაც ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება და ძალიან ნამეტანი ერევი, მე ანუ იმ ადამიანს აღარ უნდება რომ გამოაჩინოს ეს პირადი ცხოვრება და ვაფშე ანუ რამდენი ხანია წესიერად სტორები აღარ დამიდია, სტორებს ვდებდი მარტო იმას, რასაც ბავშვები ხალხი დებდა ჩემ ფოტოებს და ვაზიარებდი. ესე ჩემი კონტენტი გაჩერდი ახლა არ დამიყვარო. აი მიღური ახლა. ხოდა ესე ჩემი კონტენტი აღარ გამომიჩენია. გუშინ იყო პარასკევი დღე. ჩემი დაქალი ჩამოვიდა საბერძნეთიდან 10 დღით და უკვე მიფრინავს 3 დღეში და ანუ პარასკევი არის, ივენთები ყველაფერი საკეტილი არის, ფიქრობ სად წავიდეთ, სადმე გვინდა გართობა. წავედი ერთ-ერთ კლუბში, სადაც მე ბარმენად მუშაობდი მაშინ ადრე, სანამ ჰაუსი დაიწყებოდა და ასე შემდეგ. ისეთი კომენტარები მოყვა ხალხისგან. ჯერ თქვენი რა საქმეა, ვისი რა საქმეა, მე პარასკევ დღეს ჩემ დაქალთან, რომელსაც მე 1 წელი ვეღარ ვნახავ. პარასკევ დღეს ვისი რა საქმეა, მე სად წავალ ჩემ დაქალთან ერთად. იმ ივენტზე წავალ, ამ ივენტზე, იმ კლუბში თუ ამ კლუბში, ეს არავის საქმე არ არის. და ამ ყველაფრის შემდეგ მე მეუბნებით, რომ კონტენტი გინდათ. ვისაც არ მოსწონს რამე, უბრალოდ გაჩვენდეს, მოდი რა. არავის საქმე არ არის, მე სად წავალ, ვინ რას იტყვის. მე ჩემ ცხოვრება მაქვს, მე თვითონ მივხედავ. ორსულად არ ვარ. შენ დაქალები ულამაზესები არიან და შენც მარ დიდი მადლობა. უბრალოდ ანუ ზედმეტად გამაღიზიანებლად ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო რა. ნიკას მოსწონს მოკლედ მაშენზე სხვათა შორის ნიკამ ბევრჯერ მითხრა შეიჭერიო და მე მგონი მაგიტო შევიჭერე. რა თქინდა ამხელად მებიო. არა, მაგიტოაც არ შემიჭრია, მე თვითონაც მინდოდა ამ დაგრძელების მოხსნა და შეჭრა, მაგრამ ნიკამ დამარწმუნა, ასე ვთქვათ. მართალი ხარ, ზედმეტად ერევიან, ამას ზედმეტად აღარ ქვია. ისეთი ტექსტები მომწერეს ხალხო, ისეთი ტექსტები ჯერ ის გოგო რო არის ვიღაცა გიჟი თეთრ ბარათიანი, ჩემზე რო რაღაც სისულელებს ლაპარაკობს ლაივში. შენო მე მგონია მართლა ეგეთი ხარო? ხალხო, ანუ არ ვიცი რა, აი მართლა ეხავს უბრალოდ. აი ძალიან მრცხვენია უკვე რომ აი ესეთ ქვეყანაში და ესეთ ერში ვცხოვრობ, რომ
გოგო თუ ბარმენად მუშაობს, ესე იგი იქ წავიდა, ღმერთო შეყვარებულს დაშორდა, შეყვარებულს არ ითვალისწინებს, ანუ რატო არ ვითვალისწინებ? ნიკაც დადის მაგაცებთან ერთად საჭირო არის სადმე და მეც ვივლი დაკალებთან ერთად. რა პრობლემაა? ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი ურთიერთობა. თორე ერთადაც დავდივართ ივენთებზე, ეგენი თქვენ კარგად იცით. და მე უკვე აღარ მაქვს იმის სურვილი. მართლა აღარ მაქვს მე იმის სურვილი, რომ ავდგე მე ხალხო და კიდე დავდო და ჩემი კონტენტი გავაზიარო, იმიტომ რომ არ მოგწონთ და გაჩერდით. ხანდახან ვფიქრობ, რომ დაიკიდე ახლა ყველა სიტყვა, მაგრამ არ არის ისეთი ადვილი და საკიდებელი რა, ესეთი კომენტარები და ესეთი ხალხი. ჯავახა არ გაქვს რა, მეგობრებო, დამშვიდით, ხვალ ნახულობ. მაგის ენებს აყვნენ, არ გავგიჟდა ვერა ეს ხალხიო. არა, მაგის ენებს არ გაყვნენ, უბრალოდ ძალიან ისეთი ტექსტები მომივიდა, რომ აი ჩვენო გვეგონაო ჰაუსის შემდეგო შენო შეიცვლებოდიო, შენს ძველ ცხოვრებას არ დაუბრუნდებოდიო, შენ უნდა ყოფილიყავი ამის მაგალითიო, მაგრამ შენო ძველ ცხოვრებას დაუბრუნდიო. ჯერ ერთი ჩემ ძველ ცხოვრებაში ვის რა არ მოსწონს რა, დიდი ბოდიშით, მაგრამ ბარმენად მუშაობა ღამე, ტეხავს, ცუდი რამეა. აი, მაგას თავი დავანებოთ, კლუბში დაბრუნებას სამუშაოდ აღარ ვაპირებ და მე ხო უკვე რაღაც სხვა სამსახურს ვეძებ და პარასკევ დღეს რომ კლუბში წახვიდე, სადაც 3 წელი იმუშავე და შენი მეგობრებიც მაგაცები, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი არის, ვისთანაც კარგად ხარ, ესეც დანაშაულია? ძალიან მაინტერესებს, ვისი რა საქმეა საერთოდ, დედაჩემი და მამაჩემი, რომ დედაჩემი მამაჩემი არის, მაგათ არ ვაძლევი იმის უფლებას, რომ ჩემ ცხოვრებაში ამ დოზით ჩაერიონ და ეს ხალხი არ ვიცი, აი ყველა დასაბლოკები ხართ ეგეთები მართლა. მორალს მიკითხავენ თურმე ისეს, არ ვიცი, უკვე დავიღალე. როგორ დიეტობ გაგვიზიარე? ხალხო, დიეტობ კი არა, გუშინ ისე ვიქეიფე 12-ის მერე. ისე ვიქეიფე. ჩემი და ქალის დედასთან ვიყავით ასულები და გამიშალა სუფრა. სიმართლე გითხრათ, რაც იტალიაში წავედი, იტალიაში ხო ვჭამდი და რომ ჩამოვედი, მას შემდეგ ესე დიდად აღარ მიდიეტია რა, მაგრამ ვცდილობ უფრო მოხარშულები ვჭამო. ბევრი ზეთი არ გამოვიყენო, ბევრი ტკბილი არ ვჭამო და ასე შემდეგ. ეხლა დიეტით აღარ ვდიეტობ, მაგრამ აი ვფიქრობ ანტალიიდან რომ ჩამოვალთ. დავიწყო. ეხლა 20-ში მივდივართ ანტალიაში და არ ვიცი. შენ და ჯავახა ერთად ხართ კიდევ? ხო, ერთად ვართ. ამაცი აზრი არ აქვს, მაგრამ ხო, აზრი არ აქვს, უბრალოდ ვიღაცა მორალს რატო უნდა გიკითხავდეს, შენ ძველ სამსახურში წახვალ თუ არ წახვალ. დიახ, წავედი, გამისწორ და დავლიეთ კიდევაც მე და ჩემმა და გალებმა, რაღაც გავერთეთ, რა პრობლემაა, ვერ ხვდები. ჯერ ჩემ ძველ ცხოვრებას, აი, ეგ მიტყდება, რომ ძალიან ჭორებს არის ეს ხალხი აყოლილი, რას ნიშნავს ჩემი ძველი ცხოვრება, უმაგრეს ოჯახში გავიზარდე. რომ ამბობდნენ ვიღაცები გამიგია 14 წლიდან მარტო იზრდებოდაო, რა სისულელეა ხალხო, ვიღაცა სოფოს და იმების აზრები, სოფიკო თუ რა, რა გვარის არის ეგ გოგო, არ ვიცი. ის ქერა. ზის 24/7 ლაივში და მე ვეუბნები, ან ნომერი მომეცი შენი, ან მისამართი მომეცი შენი. სახლში არის იმალება, ეგ გოგო გარეთ ვერ გამოდის. არ ვიცი, ეგ გოგო ვაფშე წლები აღარ მინახავს საერთოდ თვალით, ვინ არის, რა არის საერთოდ. უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ უკვე ჩემ ოჯახზეც გადადის და დღემდე კიდე ლაივში ზის, როგორც ვიცი, დღესაც იყო თურმე დილით გასული და ჩემზე და ჩემ ოჯახზე ლაპარაკობდა. რა 14 წლიდან მარტო ცხოვრობდა რა ის და რა ის, აი შოქში ვარ უბრალოდ. ძალიან მაგარი ცხოვრებაც მქონდა, ძალიან მაგარ ოჯახშიც გავიზარდე. დავიღალე უკვე ამ ჭორებით და რაღაცა დაჯერებული ამბებით მოყოლი.
ხო, მაგრამ მარი მაგ ბოღმის უკან შენი გულშემატკივრების სიყვარულია და ჩვენ გელით. აი, ზუსტად ეგ არის მიზეზი, რატომაც ვცდილობ რომ ჩემ თავს დავაძალო, რომ მარიამ დაიკიდე. ესენი ამათი აზრი და უბრალოდ ვიცი რომ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უყვარვარ, ძალიან მოსწონს ჩემი ლაივებიც, ჩემი კონტენტიც და აქედან გამომდინარე ვცდილობ ხოლმე რომ ჩემ თავს დავაძალო, მოკლედ ეხლა საერთოდ არ მქონდა ნერვები ლაივში გასვლის, მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე საჭირო იყო ჩემი ლაივში გასვლა, იმდენ რაღაცები დაგროვდა. მართალი ხარ, რატომ უნდა ჩავერიონ შენ ცხოვრებაში, შენი ცხოვრება გაქვს იმას თავისი, ხო? ანუ მე ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის არ უაძლევდა, მაგიტომ მაღიზიანებს ალბათ განსაკუთრებით უცხოები რომ ერევიან. შეიძლება ბევრი ისეთი ერევა ჩემთვის უკვე ბევრს კარგი აქვს გაკეთებული, ჩემი გულშემატკივარიც იყოს, მაგრამ არც ჩემ გულშემატკივარს არ აქვს ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლება. მაგრამ ალბათ წითელი პარასკევი რომ იყო, მაგიტომ არა წითელ პარასკევზე არავის არაფერი არ მოუწერია, არავის არაფერი არ უხსენებია. კარგით ხალხო წითელი პარასკევი იყო, მაგრამ ხალხი რეებს აღარ აკეთებს, თქვენს კარგად იცით და ისე მაგის გამოც რო არ გამლანძღეს, გამიკვირდა მე ოღონდ რაღაცის მიზეზი გამომინახონ. ეგ არ იყო პრობლემა. პრობლემა იყო ის, რომ მე წავედი ჩემს ძველ სამსახურში, სადაც ანუ ყველა უნდა ჩაგიყვანოთ სათითაოდ ერთი მაგ კლუბში და ძალიან მაინტერესებს რატო გაქვთ ესეთი ცუდი წარმოდგენა, რა გგონიათ, ჩვეულებრივ ივენტზე, ჩვეულებრივ კლუბში არ ხართ ნამყოფები ხალხო? მეტი საქმე არა შენსაც წახვალ ან იმუშავებ ან რასაც იზამ მეტი საქმე არა შენი მშობლები არ არიან. გეთანხმები. ჩემ მშობლებსაც არ უთანხმებ მე მაგას. ჯავახასაც ტვინი წაუღე სამყოფილების თემით შენ გაგაღიზიანონ. აი მე ხალხო ჯავახას ყოფილი არ ყავს. ვიღაცები თუ იბრალებენ, ეხლა ყოფილიაო, ეს მათი პრობლემა არის, ჩემი პრობლემა არ არის. შენზე ამბობდაო კიდე ლაივში რომ მაგრად ვცემეთ და ეხლა ნიკასთან არის რომ დაიმალოსო. შაო, ვინ ცემა ხალხო ცხოვრებაში დედაჩემს და მამაჩემს არ აქვთ ჩემთვის თითი დაყარებული და ვინმეს მე ცემას ვაპატიებ თქვენი აზრით? მეც ვიტყვი რომ აი მის ვცემე, ეს ვცემე. ხელი არ აქვს დაყარებული ჩემთვის მაგ გოგოს ვაფშე, ანუ თქვენ მაგაზე ამბები რომ გაიგოთ, მე რო გავიცანი ეგ გოგო 3 წლის წინ, ერთი კვირა მუშაობდა ჩვენთან. მე გააგდეს, იმიტომ რომ გიჟი არის, თეთრი ბარათი აქვს, ყველგან გაშავებული არის ეგ, შარდენი გინდა რა გინდა, ანუ არავინ არ უშვებს შიგნით, იმიტომ რომ ეგ არის ავადმყოფი ჩვეულებრივი გიჟი. სერიოზულად თეთრი ბარათი აქვს, ერთი გოგო არის ჩემი თანამშრომელი იყო, მაგასაც გადაეკიდა იმის გამო, რომ ტაროს კარტი არ გაუშალა ამ გოგომ და დღემდე ლანძღავს, იმ კოხრეიძეზე არის საუბარი. ანუ წარმოიდგინეთ, დღემდე მაგის გამო გადაეკიდა და ესე ლანძღავს და რა სიტყვებს ეძახის მაგ გოგოს, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. შენმა ოჯახმა იცის რომ შეყვარებული გყავს? კი იციან, რა ვიცი. თმები შევიჭერი. შენზე იცი რა თქვა, არ ვიცი მართალი არის თუ არა, რომ შენს სინამდვილეში მარიკა გქვიაო. რა მარიკა ხალხო პირადობა მოიტანო? ხატია ჩემი პასპორტის ფოტოები ჩააგდე გეხვეწები. მარიამი ვარ დაბადებიდან. რა მარიკა ხალხო?
რებს ბოდავს პროსტა ანუ ამოვამებთ. გოგო არაფერს სიმართლეს არ ამბობს. თქვენ თუ ეგრე ხა დაუჯერეთ, მართლა თავი მეკინება მოსაკლავი. მარ ინგლისური რომელ დონეზე იცი? ინგლისური კარგად ვიცი, საუბრობ ინგლისურად. დონეებით არ ვიცი, არ მახსოვს. ვინ გოგოზეა საუბარი? ვინ გოგოზე არის საუბარი და ერთი გოგო არის, არ ვიცი, 3 წლის წინ გადამეკიდა, სოფო ქვია. 3 წლის წინ გადამეკიდა, მაგის მერე ნანახი არ მყავს, 1-3 წელია მე გოგო რეალში ნანახი აღარ მყავს, იმიტომ რომ გააგდეს ჩვენი სამსახურიდან თეთრი ბარათი აქვს და ყველგან აგდებენ, ასე ვთქვათ და როგორც ვიცი, არ ვიცი მოკლედ, ვერ არის გიჟი არის რა და 3 წლის წინ გადამეკიდა, ერთი თვე გადაკიდებული იყო ჩემზე, მე ვაფშე დამანება თავი. ჰაუსში რო შევედი, გააკეთა ისე Facebook, Instagram რაღაცაები, TikTok-ი არაფერი არ ქონდა მაგას. და აღადგინა მოკლედ ესენი და დაიწყო ჩემზე ჰეითი და ნუ მაგით უნდა ალბათ ჰაიპი თუ არ ვიცი ვერ ვხვდები. იყოს და ილაპარაკოს რა ვქნა, უბრალოდ დედაჩემმა მართლა უჩივლება მაგასა უკვე ძალიან ტვინი წაიღო და ამბობენ რომ რეაგირებასო ვერ მოახდენსო რა ვერავინო, იმიტომ რომ გიჟი არისო და დაიკიდებენო. მოკლედ მეგობრებო, უნდა გადავიდე Instagram-ზე, ჩემ მეგობარი უნდა ჩავრთო. და Instagram-ზე გავა ლაივში და იქ გადმოდით.